მსოფლიო ბანკი გომბორის გზისა და რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციას დააფინანსებს. მარტო თბილისი, გომბორი, თელავის საგზაო მონაკვეთის რეკონსტრუქციისათვის 30 მილიონიანი სესხია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოების შემდეგ გზა თბილისიდან თელავამდე შემცირდება. რიკოთის გვირაბის შესაკეთებლად კი 28 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება, მანამდე კი იმ კომპანიებს გამოავლენენ, რომლებიც გვირაბის რეაბილიტაციას მოახდენენ. მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებულმა პროექტებმა სატრანსპორტო ხარჯები უნდა შეამციროს და რეგიონებში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. სამუშაოები, რომელიც ისედაც დაწყებული გვაქვს გომბორის მიმართულებით, იქნება შესრულებული ბოლომდე და დასრულებული მათ შორის 2010 წლის სავარაუდოდ შემოდგომისათვის. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენი დაპირება უკვე ეფუძნება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მივიღეთ მსოფლიო ბანკთან ერთად. და მეორე პროექტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის თაობაზე მსოფლიო ბანკმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ეს გახლავთ რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია, შემოვლითი გზის რეაბილიტაცია მათ შორის, რომელიც არის აუცილებელი იმისათვის, რომ რიკოთის გვირაბში შესაბამისი სამუშაოები დაიწყოს. ეს ორივე პროექტი განხორციელდება იმ 58 მილიონიანი დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოს გადმოურიცხა. თქვენ ალბათ ვკითხავთ, რატომ გამოყოფთ ასეთი დიდი ოდენობით თანხებს საგზაო სექტორის დასაფინანსებლად. პასუხი მარტივია: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებისთვის და კრიზისის დასაძლევად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.